მოგესალმებით ყველას. მე თავი ეს ნაწილი ჩავწერე. ცოტა მოვლენებს გავასწარი. მცალოდა და ვიფიქრე რომ ნაადრევად მოусმენდნენ ადამიანები, მაგრამ რაღაც ხარვეზებიც იყო გაპარული და ამიტომ ავიღე და ახლა როცა შეგპირდით, რა დროისთვისაც შეგპირდით, იმ დროს ვაკეთებ. კიდევ და კიდევ მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩემი გვერდი, გააზიაროთ და მოიწონოთ. მე რამდენჯერმე ვთქვი უკვე ეს რომ მოწონება პირველ რიგში ეს არის ჩემთვის სტიმული, იმიტომ რომ მე სკელტანიანი წიგნების კითხვა მინდა გეგმაში მაქვს და ვნახოთ რამდენად გამომივაწინ და წინ ვერ შეგპირდებით ამას, მაგრამ როგორ მეყოფა დრო, ენერგია და ასე შემდეგ და სტიმულს მომცემს ამისათვის. გამოწერა ეს თქვენთვის იქნება კარგი, იმიტომ რომ დაგედებათ და აღარ გაგიხდებათ საძებარი და მესამე გაზიარება კიდე ბევრ ხალხს მისწვდება ეს, ვისაც შეიძლება რომ უნდა ასეთი მოთხრობების საკითხო, მაგრამ არ იცის ამის შესახებ. ასე რომ მე ამაზე აღარ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ჩემთვისაც უხერხულია ეს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე არა ვარ ახლა ჩვეულებრივი ბლოგერები რო არიან და ამ საქმეს ეწევიან, ეს საქმე მე ამისთვის არ წამომიწყია, ეს საქმე მე სხვა რამისთვის დავიწყე იმისათვის რომ ჩემ ერს მისწვდომოდა ხმა ამ დიდი ბოდიში და ამ არეულ ლიტერატურაში ცოტა ისეთი დალაგებული პირდაპირ ვიტყვი, მოდი ამ გარყვნილ დროებაში ცოტა ისეთი მორალურად გამართული ნაწარმოებების საკითხვა და მოსმენა და სხვა ის იყო რომ მე შემძლებოდა ურთიერთობა ქართველ სერიოზულ კითხველთან ამ შემთხვევაში. აი ეს არის ჩემი სათქმელი. ახლა დავიწყებ მე უკვე მეოთხე ნაწილის, რომელიც უკვე დევს ალიაში დიდი ხანია, კვირაზე მეტია ამის კითხვას. უკვე გვიანი შემოდგომა იდგა. გარკვეულმა დღეებმაც გაიარეს. ერთ საღამოს იმ ოქროს ამბების შემდეგ ლუკა პირველად მოვიდა სახლში. საღამო არ ეთქმოდა, შუადღე იყო უფრო გადასული. მისი ასეთი ადრე მოსვლა რაღაც უჩვეულოდ მოეჩვენა გიგას, რომ ლუკამაც არ დააყოვნა და უთხრა: შენთან მომინდა საუბარი და 2 ბოთლი კარგი ლუდის მოგიტანე. მე არ ვსვამ და შენ კი გეყოფა მგონი. შენი მოსვლა გამიხარდა და ეგ პათოსი, ამას დამატებული ლუდი შვენიერია. წარმოთქვა გახარებულმა გიგამ და ლუკას გადაეხვია. ცოლ-ქმარი რომ დაბრუნდნენ სამსახურიდან, რატომღაც ერთად მოვიდნენ იმ დღეს, გაუკვირდათ მისაღებ ოთახში მაგიდასთან მжდომი ლუკა გიგასთან ერთად რომ დაინახეს. რა კარგია შვილო, სახლში რომ დამხვდი, ამოთქვა სიხარულით მარიამმა და განაგრძო, უკვე ძალიანაც ცივდა. შენ კი ისევ მაგ ჯინსის თხელი ქურთუკით დადიხარ. არ მცივა დედა, შენ მაგაზე არ ინერვიულა. უთხრა ლუკამ ღიმილით და უკვე ფეხზე წამომდგარმა დედას მხრებზე ხელი შემოხვია. მე იმის თქმა მინდა რომ დღეს ძალიან კარგი ქურთუკი გიყიდე. ნახევარ ხელფასზე მეტი მივეცი შვილო და ვფიქრობ რომ ძალიან მოგიხდება. მარიამის შემოსასვლელისკენ წავიდა, სადაც დიდი სარკეცე კიდა. მოდი აგერ მაქვს და ბარემ აქვე მოირგებ. იყოს დედა, მერე გავისინჯაო. წარმოთქვა უილაჯოთ ლუკამ და ის იყო კვლავ უნდა დამჯდარიყო სკამზე, რომ ისევ დედის ხმა მოესმა. მოდი შვილო, ნუ მაწყენინებ. ასეთი ხარისხის ქურთუკი ბევრს არ ექნება ქალაქში. კარგი, ჩაილაპარაკა ლუკამ და ნელი ნაბიჯით წავიდა დედისკენ, რომელსაც ქურთუკი ჩანთიდან უკვე ამოეღო და სარკესთან შვილს უცდიდა. კონსტანტინე თავის დაბალ გაზეთების მაგიდას მისჯდომოდა და იქიდან მხოლოდ რეპლიკებს ისროდა. დიდება შენს გამოჩენას, თანაც ასე ადრიანად
იტყოდა ამისთან არამეს და შვილს ყურადღებას არ აქცევდა, გაზეთებს აცალკევებდა და მაგიდაზე შლიდა. ამასობაში გიგაც გავიდა შემოსასვლელში და ლუკას უკვე ჩაცმული ქურთუკი შეუთვალიერა. ძალიან გიხდება ძმაო, მაგარი რამეა. მართლა? გაეღიმა ლუკას. ამაში აღარ შეგციუდება დედა, ნახე რა თბილია. მარიამმა შიდა მხარეზე მიანიშნა. კარგი, გასაგებია, მადლობა დედა. ისე, რატომ მოიკელი ამდენი ფული ამისთვის? აბა დედიკო, ამ თხელი მოსაცმელით სადამდე უნდა გევლო? ლუკამ ქურთუკი გაიხადა და შემოსასვლელში საკითხზე ჩამოკიდა. იმ საღამოს სანამ დაწვებოდნენ, გიგამ უთხრა: ყოველთვის დილით ადრე მიდიხარ და იქნებ ხვალ ერთად გვესაუზმა. მაგაზე არ გაწყენინებ ძმაო, ასე იყოს. უთხრა ლუკამ და ხარზე ხელი დაადო. დილა რომ გათენდა, ცოლ-ქმარი ადრიანად წავიდნენ. ლუკა და გიგა ჩაისვამდნენ, რომ შემოსასვლელი კარიდან ზარის კარუნი მოისმა. შენი ჯექი, მე გავალ, წარმოთქვა გიგამ და შემოსასვლელისკენ წავიდა. კარი რომ გამოხსნა, დაინახა ძალიან გამხდარი, დაბალი და სიცივისაგან აბუზული ბიჭი, რომელმაც უსუსური გამომეტყველებით იკითხა: ლუკა სახლშია? უბანში ვერ ვნახე და ჩაილაპარაკა თავისთვის. შემოდი, უთხრა გიგამ და მისაღები ოთახისკენ გაუძღვა. ლუკამ ეს ბიჭი რომ დაინახა, ფეხზე წამოიჭრა და მისკენ წავიდა. სადა ხარ, გიო ძმაო, რამდენი ხანია არ მინახი ხარ. ლუკამ გულში ჩაიკრა სტუმარი. შემდეგ მაგიდასთან სკამი გამოუწია და უთხრა: დაჯექი და მეც ახლავე მოვალ. ის სამზარეულოში გავიდა. მოკლედ, თუ რამე საჭმელი იყო იქ, ყველაფერი გამოიტანა და წინ დაუხვავა ახალ მოსულს. მოდი ერთად ვჭამოთ. ლუკას თვალები გასისკროვნებოდა. ბიჭი კი ისევ უხერხულად აბუზულიყო. ესეც ჩვენი ძმაა, გიგა, ამიტომ ნუ გერიდება ნურაფრის ჭამე, გთხოვ, ეხვეწებოდა ლუკა და რაღაც განსაკუთრებულ სიყვარულს ამჟღავნებდა მის მიმართ. ბიჭმა საცოდავი გამომეტყველებით ცოტაოდენი საჭმლის ჭამა ძლივს მოახერხა და ლუკას სევდიანი, მაგრამ იმედით სავსე თვალებით მიაჩერდა. ამ დღეებში რომ არ გამოჩენილიყავი, მე ვაპირებდი უკვე ამოსვლას შენთან, უთხრა ლუკამ ოდნავ სერიოზული სახით და მეგობარს მიაჩერდა. მეხათრება ყოველთვის შენთან მოსვლა, განსაკუთრებით აქ სახლში და ამიტომ არის რომ უბანში გეძებ ხოლმე, ამოთქვა კვლავ უსუსური ხმით ბიჭმა და ისევ ლუკას შეხედა საწყალი თვალებით. ასეთი რამ არასოდეს მითხრა. ხომ იცი როგორ მიყვარხარ გიო? მიუგო ლუკამ და გიგას მოეჩვენა რომ თითქოს ყელში სიყვარულის, სინანულის და შეცოდების გრძნობა ერთად მოაწვამას. ხშირად ამიტომაც არ ჩამოვდივარ, ქალაქელი ბიჭები სხვანაირად მიყურებენ, როგორც სოფლელს. შენთან უბანში რომ მოვდივარ, არ მინდა ვინმე მიფიქროს ამ სოფლელთან რა საქმე აქვსო და მაგისი მეხათრება მართალი რომ გითხრა. რა? თვალები აენთო ლუკას. ჩემი მეგობრები შენ ასეთი თვალით არასოდეს შემოგხედავენ და თუ ვინმე გაბედავს და მაგნიშნით სადმე რამეს გაგრძნობინებს, შენ ფეხებთან დავმარხავ. ეს გახსოვდეს ყოველთვის, სადაც გინდა იყო და რამე პრობლემა შეგექმნას ვინმესთან, ამაყად განაცხადე რომ ჩემი ძმა ხარ, ნამდვილი ძმა, მერწმუნე, დედაქალაქში კი არა, მთვარეზე მოვძებნი და იქ გადავჭრი შუაზე შენ შეურაცხმყოფელს. ასეთი აზრი თავში აღარ მოგივიდეს გიო ძმაო. ახლა მივიდა მეგობართან ლუკა, ხელი გადახვია და გულზე მიიხუტა. სანამ მე ცოცხალი ვარ და მაშინაც თუ მე აღარ ვიქნები, ჩემი სახელი მაინც დაგიცავს. უთხრა და შემოსასვლელისკენ წავიდა. გიო, მოდი ერთი წუთით. გამოზახა და ბიჭის უკან მიჰყვა. ეს ქურთუკი გადაიცვი. საკიდიდან ჩამოხსნილი მისთვის წინა დღით ნაყიდი თბილი მოსაცმელი გაშალა და გიორგის მიუახლოვდა. უკვე ცივა და გაგათბობს. ეს დიდი მექნება, ლუკა, ასეც არ იყოს შენ რას ჩაიცმევ? შენ ჩემზე ნუ ფიქრობ. მოუნახავ რამეს, უთხრა ლუკამ და თავისი ხელით შემოაცვა ძვირფასი ქურთუკი. ძალიან დიდი მაქვს, სახელოებიც კი უხერხულად ჩავარდა ბიჭი. სახელოებს გადაიკეცავ თუ შეგიშლის, მთავარია თბილად იქნები, წარმოთქვა გახარებულმა ლუკამ, როდესაც მეგობარს თავისი ქურთუკი საბოლოოდ მოარგო. ეს ერთი პრობლემა მოგვარდა. ახლა ჩავიდეთ გასტრონომში და პროდუქტებზე ვიზრუნოთ. ნუ გეშინია, მანქანით გაგაგზავნი და შენი საზიდი არ იქნება. ერთი სიტყვით, ლუკამ
მანქანის საბარგული თითქმის გაავსო და თუ რამე ჰქონდა უკანასკნელ მონეტამდე გიოს ჩაუდო ახალი ქურთუკის შიგნითა ჯიბეში. მსგავს სცენას გიგა არასოდეს გადახრია. ასეთი უანგარო მეგობრული სიყვარულის გამოხატულება მას არ უნახავს. იდგა მათ გვერდით და გაოცებული შეხურებდა იმ გამომეტყველებით, რომ სახლში ასვლისთანავე ლუკასგან შეიტყობდა მისი მეგობრის ვინაობასაც და მათი მეგობრობის წარმოშობასაც. თუმცა ხვდებოდა, რომ ეს ყოველივე საბავშვო სახლთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. მაღლა ასვლისთანავე ლუკა მისაღებ ოთახში სკამზე ჩამოშდა. მაგიდას იდაყვებით დაეღწნო და ხელებში ჩარგო თავი. 5 წუთს მაინც იჯდა ასე ხმა მოუღებლად. გიგა კი ელოდა, როდის გამოერკვეოდა ის ამ ფიქრებიდან. ცოტა ხნის შემდეგ ლუკამ ხელები დაუშვა. მის თვალებში სევდასთან ერთად თითქოს დიდი ბრაზიც მოსჩანდა და ეს ბრაზი უფრო ცხოვრების მიმართ უნდა ყოფილიყო მიმართული, რადგან ადამიანთა ასეთ დიფერენციაციას ხომ სწორედ ის ქმნის. შენი ინტერნეტელი მეგობარია ალბათ, ჩაილაპარაკა გიგამ, რომელსაც ოთახში შემოსვლიდან თვალი არ მოუცილებია ლუკასთვის. კი, აღმოხდა ჯერ კიდევ თვალგაშტერებულ ლუკას. არავინ ხავს ქვეყანაზე, ნათესავებს გულისხმობ. თქვა და ცოტა გამოერკვა. საბავშვო სახლმა ოთახი გამოუყო და იქვე სოფელში დარჩა საცხოვრებლად. ბევრი იყო კიდევ თქვენთან ასეთი, რომელსაც არავინ ხავდა? კითხა ისევ გიგა. საკმაოდ, მაგრამ ყველაზე სუსტი და მორიდებული ეს იყო. ზოგი რუსეთში წავიდა, ზოგიც აქ არის, ყველასთან მაქვს კავშირი. არავის მოუწყვეტილი ვარ, მაგრამ სხვებზე უფრო მისახედი ეს არის. ჩვენთანაც იყვნენ ასეთი ბავშვები, რომლებსაც არდადეგებზე არავინ მოსდიოდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც შაბათ-კვირასაც კი აკითხავდნენ. შაბათს შუადღე რომ მოატანდა, სწავლის დამთავრებისთანავე ბავშვები მთავარ ჭიშკარს მივაწყდებოდით ხოლმე. ავტობუსი რომ გაჩერდებოდა და რომელიმე სამშობელი ანათესავი გამოჩნდებოდა, ატყდებოდა ყიჟინა და ულოცავდნენ იმ ბავშვს სახლობლის გამოჩენას. მე ყოველთვის პირველ რიგში ვიდექი და ჩემთან მომსვლელს ველოდი. და ყოველთვის მოგდიოდა მნახველი? წარმოთქვა ფიქრებიდან მთლიანად გამორკვეულმა ლუკამ. შენ წარმოიდგინე არა, ძალიან იშვიათად რომ ვინმეს გავხსენებოდი. მახსოვს ერთხელ ახალი წელი დგებოდა, უკანასკნელი ბავშვი რომ წაიყვანეს სკოლიდან და უკვე დაბინდდა. მაშინ მივხვდი რომ მე მარტო ვრჩებოდი სამსართულიან კორპუსში. იმ ღამით ძიძაც წავიდა სახლში, როცა იფიქრა რომ დამეძინა. მე კი რა დამაძინებდა და როცა მივხვდი რომ ძიძაც აღარ იყო, შუმად გამოვიპარე კორპუსიდან და მესერზე გადავწვერი. თბილ ქურთუკებს კარადაში კეტავდნენ, როცა დასაძინებლად შევდიოდით. ამდენად თხელი მოსაცმელით მომიხდა გარეთ გამოსვლა. ძალიან ხშირი თოვლი მოდიოდა და მალე დამისვლა ტანსაცმელი. ერთმა მთვრალმა კაცმა ჩამოიარა და რომ დამინახა, გაჩერდა და მკითხა, ვის ელოდებიო? დედას მეთქი უპასუხე და ტირილი დავიწყე. მან ჩვენი სკოლის გუშაკთან მიმიყვანა და იქ გავთბი ღუმელთან. დაამთავრა გიგამ და თავი ოდნავ დახარა. შენ სად იდექი მაგ დროს ლუკა? კითხა ისე რომ თავი არ წამოუწევია. იმ ბავშვებთან, რომლებსაც არასოდეს არავინ მოსდიოდათ, სანახავადაც კი. რატომ შენები ხომ გნახულობდნენ? კი, ყოველ შაბათ-კვირას. ნათქვამი მაქვს ეს შენთვის, მაგრამ მე იქ ვიდექი მათთან. და მიზეზი ამისი რა იყო? კითხა გიგამ და ლუკას მიაჩერდა. რა ვიცი, მეწოდებოდნენ და მეც მინდოდა, მათსავით არავინ მომსლოდა. მიუხედავად იმისა, რომ გიო დიდი სიყვარულითა და იმედებით გააცილა, სახლში ამოსვლისთანავე ლუკას უხასიათობა შეეტყო. თითქოს აღარც საუბარი სურდა და რაღაცაზე ფიქრობდა. გიგამ ეს შეატყო და მისი მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით სხვა საკითხზე გადაუტანა საუბარი. მოუყვა იმ ოქროს მოტანისა და უკან დაბრუნების ამბავი. ლუკა ფიქრებით მართალია სხვაგან იყო, მაგრამ თავისი დიდ ბუნოვნებიდან გამომდინარე მაინც უსმენდა გიგას. უეცრად რაღაც დოზით კიდევ გამოიხმო შორს წასული აზროვნება და ჩაილაპარაკა. მათგან სხვაგვარ მოქმედებას არც მოველი და არც იმის მომხრევა, რომ ქრთამით იცხოვრონ, მაგრამ ასეც არ შეიძლება. რას გულისხმობ? კითხა გიგამ. ლუკას ფიქრები თითქოს დროებით სხვა მიმართულებით წავიდა, ცოტა ხნით ჩაფიქრდა და განაგრძო. ერთი ბიჭია, ჩემი ხნის, სხვა უბანში ცხოვრობს. ცდილობს რომ ჩემთან ახლოს იყოს, მაგრამ ვატყობ რომ ჩვენი უბნის ბიჭებს ერიდება. მამა ყავს დედაქალაქის ერთ-ერთი რაიონის პროკურორის მოადგილე. სახლში მიმიპატიჟეს რამდენჯერმე. აქედან რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობენ.
ასევე პრესტიჟულ უბანში სამსართულიანი სასახლე აქვთ 4 მეტრიანი გალავნით გარშემორტყმული. შიგნით რომ შეხვალ, თუ განლაგება არ იცი, შეიძლება გამოსასვლელი ვეღარ იპოვნო. ყველა ოთახში ანტიკვარული ავეჯი უდგათ. ამ ბიჭს 4 კარადა აქვს, მხოლოდ თავისი ტანსაცმლით გამოვსებული და რამდენიც მივალ წამოსვლისას გამომიხსნის ამ კარადებს და მთავაზობს, რაც გაგიხარდება ჩამოხსნა და წამოვიღო. მათი ასეთი ქმედება გასაგებია, რომ ამ არეულ ქვეყანაში რომ წაიფორხილონ, ჩემი მშობლები დაეხმარნენ, მაგრამ ამის მაგალითად არ მომიყვანია ეს ამბავი. არც იმისთვის მithქვამს, რომ ასეთი ცხოვრება მხიბლავს და მაინტერესებს. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიღაც ერთი რაიონის პროკურორის მოადგილე როგორ ცხოვრობს. მაშინ, როდესაც თანამდებობრივი თვალსაზრისის დედაჩემის მე-1000-საც კი არ წარმოადგენს. ყოველივე ამის შემდეგ მე ის კი არ მსურს, რომ სიმდიდრის მოხვეჭაში გავეჯიბროთ ვინმეს, რაც არასოდეს ფიქრადაც კი არ გამივლია. არამედ მხოლოდ ის მინდა, რომ ამაზე ცოტა უკეთ მაინც გამოიყურებოდეს ჩვენი საცხოვრებელი. ვცხოვრობთ ქალაქში ყველაზე პრესტიჟულ კორპუსში და ვართ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ოჯახი. შენ გონია, რომ ვინმე ამის წარმოდგენა შეუძლია? ცოტა უკეთ ნამდვილად შეგვიძლია ვიცხოვროთ ისე, რომ არ დაირღვეს ჩვენი ცხოვრების წესი. გული სწორედ ამაზე მწყდება. ლუკა შეჩერდა და მცირე ხნით კიდევ ჩაფიქრდა. შემდეგ იგა შეხედა, გაუღიმა და უთხრა: მე წავალ ახლა და რამდენიმე დღე ვერ მოვალ. თუ ჩემი ნახვა გახდება საჭირო, იცი რომ უბანში უმოძრაობ. აბა არ მოიწყინო უჩემოთ. არ მინდა ხოლმე მარტო რომ გტოვებ, მაგრამ საქმეები მაქვს. ბიჭები ერთმანეთს გადაეხვივნენ. ლუკამ სანამ სახლიდან გავიდოდა, საკიდიდან თავისი გაცრეცილი ჯინსის თხელი ქურთუკი ჩამოხსნა და გადაიცვა. შემდეგ გიგას შეხედა და მშვიდობების ნიშნად კიდევ ერთხელ გაუღიმა და გასასვლელი კარი მიიხურა. გარეთ უკვე ძალიან ციოდა. გიგა საძინებელ ოთახში დაბრუნდა, სკამზე ჩამოშდა და მაგიდაზე ხელი ჩამოდო. მის თავში წარმოქმნილი ფიქრები მხოლოდ ლუკას გარშემო ბრუნავდა. მისი გონების თვალი დიდი დაკვირვებით მიუყვებოდა იმ კადრებს, როდესაც ის თავის ახალ და თბილ ქურთუკს მეგობარს აცმევდა. ამის შემდეგ ამ მოქმედების გვერდით ჩნდებოდა 2 წუთის წინ თხელი მოსაცმელი ციცივეში გასასვლელად გამზადებული ლუკას გაღიმებული სახე, როცა მან გიგას გამოხედა. ცხოვრებაში ადამიანი ზოგჯერ დგება ისეთი მომენტის წინაშე, რომელსაც იქ იმ დროს ახსნას ვერ მოუძებნის. ეს ამოუხსნელი მოქმედება ლუკასის საოცარი დამოკიდებულება იყო მეგობრისადმი, რომლის ქმნაც ღვთისგან მადლ მინიჭებულ ადამიანებს სალუց მხოლოდ. 5 დღე არ გამოჩენილა ლუკა და აი მე-5 დღის საღამოს გვიან მოვიდა. კონსტანტინე ბრაზობდა, რომ სახლშიც არ რეკავდა, ამიტომ როცა ლუკა შინ დაბრუნდა და ისევ იმ თხელი ჯინსის ქურთუკით მამამ უკვე იფეთქა. სად ხარ, სად დადიხარ? ან რა უქენი იმ თბილ ქურთუკს, დედამ რომ მოგიტანა, გარეთ ცივი ქარბუქი ანგრევს ყველაფერს და ეს ამ თხელი მაისურით დადის ამ ყინვაში. რა მოგივიდა მამა, ვიჩხუბე, დამეხა და გადავაგდე. აბა დახეულს აქ ხომ არ მოვიტანდი? შენ რა არ გიჩხუბია? ლუკამ პირველად შეუბრუნა მამას სიტყვა და არა უხეშად, არამედ უფრო დამშვიდება რომ გამოეწვია მასში. კონსტანტინეს ამ ღრეულ გონებაში კი პირიქით უკურეაქცია გამოიწვია და ხმის ტონს მეტად აუწია. შენ ალბათ ვერ გრძნობ ოჯახს რომ სპობ და ანადგურებ. ლუკამ დახრილი თავი ნელა წამოსწია და გაცეცხლებულ მშობელს შეხედა. რამდენიმე წამში ფეხზე წამოდგა და მისაღები ოთახიდან გავიდა. კონსტანტინემ რა დაინახა, რომ ის თავისი ოთახის მაგივრად გასასვლელისკენ წავიდა, მის დასადევნებლად მოწყვეტით გავარდა ოთახიდან. მას გიგაც უკან მიჰყვა. ისინი როდესაც კარში გავიდნენ, ლუკა უკვე შემოსახვევ კიბეზე, ანუ პირით მათკენ დაბლა ჩარბოდა, არც თუ ისე სწრაფად. წადი და ნუ ღარ მოხვალ, ჩაზახა კონსტანტინემ შვილს. დაგვასვენე ოჯახი, როცა გვეცოდინება რომ აღარ მოხვალ, აღარც დაგელოდებით. უეცრად ლუკა შეჩერდა. კიბის თავში მდგარ მამას ამოხედა. იმ თვალების და მისი სახის გამომეტყველების აღწერა შეუძლებელია. აქ მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება. მის მზერაში საკუთარი სიცოცხლე თითქოს უკვე ზედმეტად მიიჩნეოდა.
რამდენიმე წამს გაგრძელდა ეს ყველაფერი. შემდეგ ჯერ თვალები დახარა, რომელსაც ნელი მოძრაობით თავის დახრაც მიაყოლა და შენელებული სვლით გააგრძელა კიბეზე ჩასვლა. ლუკა რომ თვალს მიეფარა და მისი ფეხის ხმაც შეწყდა, მაღლა მდგომები მაშინ შევიდნენ სახლში. გიგას იმდენად ცუდად მოხვდა მშობლის სიტყვები და იმდენად მძიმე დაღიქვა ლუკას ამოხედვა, რომ გაბედა და ანერვიულებულ უფროს მეგობარს უთხრა, შეგეძლო ასეთი ფორმით არ გამოგეხატა სათქმელი. კონსტანტინეს არაფრის გაგონება არ უნდოდა, კვლავ ბობოქრობდა და შვილისაგან უპირობო მორჩილებას მოითხოვდა. იმ საღამოს გვიან ღამემდე გიგა კონსტანტინეს არ მოსცილებია გვერდიდან და ცდილობდა დაემშვიდებინა. საუბარში თავის აზრს მოკრძალებულად აფიქსირებდა და ამბობდა, რომ ლუკას მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვლილიყო. მარიამს ამ დავიდა რაბაში ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, რადგან მოცემულ სიტუაციაში რომელიმე მხარე უნდა გამხდარიყო. ღამის 2 საათს გადაცილებული იყო, რომ გიგა მისაღები ოთახიდან გამოვიდა და თავისი საძინებლისკენ წავიდა. იმ ღამით თვალი საერთოდ არ მოუხუჭავს, რადგან ვერ იქნა და ვერ გაუნელდა გონებაში ლუკას ამოხედვა. ირიჟრაჟა თუ არა გიგამ ფრთხილად გამოიხურა სახლის კარი და ლუკას მოსაძებნად უბანში ჩავიდა. იქ სადაც მისი მეგობრები იყრიდნენ ხოლმე თავს იმდილ ადრიან, კაციშვილი არ იყო გარეთ და მასაც მოუწია საათნახევარი მაინც წინ და უკან სიარული. ბოლოს ვიღაც გამოჩნდა და მას კითხა ლუკას შესახებ. ახალგაზრდა იცნობდა გიგას და ერთი წუთით მოცდას თხოვა, სად იყო და სად არა, ლუკას გამოჩნდა. შუბშეკრული, ცუდის მოლოდინით მიუახლოვდა გიგას. რამე მოხდა? იკითხა ძალიან სერიოზული სახით. რა უნდა მომხდარიყო? პირველად ხომ არ ჩამოსულ ვარ შენს მოსაძებნად? არა, გამიკვირდა ასეთი დილით აქ არ მინახი ხარ და იმიტომ. თითქოს შვებით ამოისუნთქა ლუკამ. წუხელის 3:30 იქნებოდა ალბათ, მე კონსტანტინეს ვაწყნარებდი. დედა შენი წამოსვლის შემდეგ თავის საძინებელში შევიდა და აღარ გამოსულა. მისაღები ოთახიდან ფეხაკრებით რომ გამოვდიოდი, მარიამს რომ არ გაღვიძებოდა, მიტომ ჩუმი ქვითინის ხმა შემომესმა. დედა მაინც დაინდე, ცოდვაა, აი ამის სათქმელად ჩამოვედი აქ. ლუკამ თავი გვერდით მიაბრუნა და კარგა ხანს იყო ასე მრავალმნიშვნელოვანი გამომეტყველებით ჩაფიქრებული. შემდეგ იგას მიაპყრო მზერა, ცოტა ხანს ასე უყურა, თითქოს უფრო თვალგაშტერებით. მერე ოდნავ დახარა თვალები და ასეთი რამ უთხრა. გადაეცი დედა ჩემს, რომ არასოდეს იტიროს ჩემზე. მე ყოველთვის მესმოდა მისი და ვიცი, რომ სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო. ლუკამ დახრილი თვალები კვლავ წამოსია და გიგას შეხედა. ისიც აუცილებლად გადაეცი, რომ მე ის ძალიან მიყვარს და ფიქრადაც კი არ გაივლოს, რომ ჩემს გამო ის ოდესმე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და მის უმციკლოდ განულილ ცხოვრებას ჩემგან საფრთხე დაემუქრება. ჩემი მშობლები ჩემგან არასოდეს დაზარალდებიან. პატარა პაუზა კიდევ გააკეთა და განაგრძო. მამა კი მეჩხუბება, მაგრამ თითქოს ოდნავ გაეღიმა. ისიც ხომ ჩემი მშობელია. როგორ შეიძლება ვიფიქრო, ან ერთს და ან მეორეს ჩემთვის ცუდი უნდათ? მინდა გადასცე დედა ჩემს ეს ყველაფერი და ისიც დაამატე, რომ ჩემი დღევანდელი მოქმედება ოდესღაც იძულებით შეზღუდული თავისუფლების კომპენსაციაა მხოლოდ. ესეც არ მგონია დიდხანს გაგრძელდეს და გარკვეული დროის შემდეგ მეც დაუბრუნდები ჩვეულ ცხოვრებას. ეს დრო მინდა რომ მქონდეს ცოტა ხნით მაინც, თქვა და თავი დახარა. ჩანდა რომ რაღაცას კიდევ სჯიდა გონებაში, რომ უეცრად გიგას თვალი გაუსწორა, რასაც მიაყოლა ბოლო სიტყვები. დედა ჩემს აუცილებლად გადაეცი, რაც გითხარი და ისიც, რომ ჩემს გამო აღარასოდეს იტიროს. წარმოთქვა სიყვარულით სავსე თვალებით ლუკამ და დასამშვიდობებლად გიგას გადაეხვია. ისინი ერთმანეს დასცილდნენ და საპირისპიროდ გაუყვნენ გზას. რაღაც მომენტში გიგა გაჩერდა და უკან მიმავალ ლუკას გახედა, რომელიც თხელი ჯინსის ქურთუკით სიცივეში აბუზული სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა და აი თითქოს მანაც იგრძნო რაღაც წამიერად და ისიც შეჩერდა. გიგას გამოხედა, ხელი აუწია და სვლა განაგრძო. იმ საღამოს გიგა დაბინდებისას მივიდა სახლში. ცოლ-ქმარი სამსახურიდან ჯერ დაბრუნებული არ იყვნენ და ისიც მისაღებ ოთახში დაბალ მაგიდას მიუждდა. პრესის გადახედვას უფრო
უფრო მექანიკური ხასიათი ჰქონდა, ვიდრე რაიმეს მიმართ ინტერესი. თითქოს აფორიაქებულიც ჩანდა, რადგან მთელი დღის განმავლობაში სათქმელის ფორმას ეძებდა. ორივესთვის ერთად გადაეცა ლუკას სიტყვები თუ როგორც მან დააბარა მხოლოდ დედისთვის. ლუკასთვის ისინი მშობლები იყვნენ და რომელს რას ეტყოდა, ცალკე ეს მისი გადასაწყვეტი იყო, მაგრამ გიგასთვის კონსტანტინეს გარეშე მარიამისთვის იმ დანაბარების გადაცემა ვერ თავსდებოდა მეგობრულ ურთიერთობაში, ამიტომ სანამ ისინი სამსახურიდან დაბრუნდებოდნენ, თავის საძინებელში გავიდა და საწოლზე წამოწვა. ფიქრობდა, რომ დაღლილობის მოხსნასთან ერთად იქნებ სათქმელის სწორი ფორმისთვისაც მიეგნო. 1 საათის შემდეგ კონსტანტინე მოვიდა და მაშინვე გიგას შეეხმიანა. ადექი ვივახშმოთო, მაგრამ გიგამ დაღლილობა მოიმიზადა და თან დაამატა, რომ ცუდად გრძნობდა თავს. მარიამიც მალევე მოვიდა და ცოლ-ქმარი ერთად შეუდგა ვახშმის სამზადისს. იმ ღამით საწოლზე უღონოდ მიწოლილ გიგას ტანსაცმლიანს ჩაძინებია და შუაღამე გადასულს ცოტა შემცივნებულს გამოეღვიძა. ასეთი აფორიაქებული არასოდეს ყოფილა. ფიქრის მიმართულებაც კი არ ჰქონდა შერჩეული. აიღებდა თუ არა მისი გონება რაიმე გეს, იმ წამსვე რაღაც მშფოთვარე გრძნობა გადაეღობებოდა და იმის საშუალებასაც კი არ აძლევდა ამ გონებრივი ქაოსის გამომწვევ მიზეზს სულ მცირედით მაინც ჩაჭიდებოდა. ის ფეხზე წამოდგა, ტანსაცმელი გაიხადა და უკვე საწოლში მწოლიარე შეეცადა ფიქრებისაგან განთავისუფლებას. დიდი ძალისხმევით თითქოს ფიქრებიც მოიშორა, მაგრამ მშფოთვარე გრძნობებს ვერაფრით გაუმკლავდა. რატომღაც მოხუჭულ თვალებშიც კი ლუკას სახე არ სცილდებოდა და მისი მეხსიერების ღიად დარჩენილი კარიდან მასთან დღევანდელი შეხვედრის კადრებს სხვადასხვა ფორმით აწვდიდა. ამ ყველაფერს ემატებოდა მის ყურში პერიოდულად წარმოქმნილი ლუკას გამოკვეთილად ნათქვამი ბოლო წინადადება: გადაეცი დედა ჩემს, რომ ჩემზე აღარასოდეს იტიროს. დილა როგორც იქნა გათენდა და გიგაც ძლივს წამოდგა ლოგინიდან. ასეთი დაღლა და ამასთან უმწეო მდგომარეობა მას არასოდეს უგრძნია. ოთახიდან რომ გამოვიდა, ცოლ-ქმარი წასული დახვდა. რა უნდა გაეკეთებინა, ანსად წასულიყო, ისიც ვერ გაერკვია. იჯდა მთელი დღე მისაღებ ოთახში და უაზროდ მიუყვებოდა არაფრის მთქმელ ფიქრებს. საღამოც არ ეთქმოდა იმ დროს, როცა კონსტანტინე მოვიდა, რომელსაც მალევე მარიამიც მოჰყვა. გიგა ლუკას დანაბარების გადაცემაზე საერთოდ ვეღარ ფიქრობდა. ის იჯდა დაბალ მაგიდასთან და მასზე გაშლილ გაზეთებს უაზროდ დახურებდა. მარიამი სამზარეულოში სადილს ამზადებდა, კონსტანტინეს კი ტანსაცმელი უკვე გამოეცვალა და სამსახურიდან მოტანილ წიგნს ჩაჰკირკიტებდა ფეხზე მდგომარე. ოჯახში ისეთი უჩვეულო გარემო სუფევდა, რომ თითქოს თითოეული მათგანი რაღაცის მოლოდინში იყო. აი ამ დროს ტელეფონის ზარი აწკრიალდა, რომელსაც იმ მომენტში იქვე ახლოს მყოფმა მარიამმა უპასუხა. კონსტანტინემ, რომელსაც ასეთი რამ არასოდეს შეოდა, წიგნს თავი მიანება და ყურადღება მეუღლეზე გადაიტანა. გიგაც დაიძაბა, რომ ამ დროს მარიამის საკმაოდ მაღალი ხმაც გაისმა. რა? კონსტანტინემ წიგნი მაგიდაზე დადო და სწრაფი მოძრაობით მეუღლისკენ გაიჭრა, რომელსაც უმალ გიგაც მიჰყვა უკან. მარიამმა ყურმილით ცივად დადო და მეორე ხელით ტელეფონის ვიწრო და მაღალ მაგიდას დაეყრდნო. რა ხდება? შესძახა კონსტანტინემ, რომელმაც ცოლის თითქოს და მოშვებულ სხეულს ხელი შეაშველა. რისიც მეშინოდა, ამოთქვა მარიამმა და გონი წაერთვა. კონსტანტინემ იქვე ახლოს მდგარ სკამზე დასვა და სახის მოზელვით უმალვე მოიყვანა მეუღლე გონს. ქალბატონი მარიამი უსაზღვრო შინაგანი ძალის პატრონი იყო და როგორც კი თვალი გაახილა, მის წიაღში იმ წამსვე გამოჩნდა ძალა, რომელსაც ფეხზე უნდა წამოეყენებინა. სანამ წამოდგებოდა და ეს მოხდა ძალიან სწრაფად, მანამდე გაყინული გამომეტყველებით ორი სიტყვა გამოსცრა: ჩაიცვით, მივდივართ. რა ხდება, დაჭრილია? ამოიგმინა კონსტანტინემ, რომელსაც მეუღლემ არაფერი უპასუხა გარდა ერთისა: მომაწოდეთ ქურთუკი. მანქანა სწრაფად მიდიოდა დედაქალაქის პირველი საავადმყოფოსკენ. შესასვლელში პოლიციის მანქანა დახვდათ და წინ გაუძღვათ. და როდესაც წინა მანქანა რომელიღაც შენობასთან გაჩერდა და უკან მიმავალმაც გვერდით მიუჩერა, კონსტანტინემ
მაშინ შეხედა კარის თავზე დაკიდებულ წარწერას მორგის განყოფილება. მან თავი დაღუნა და სახე დაეპრანჭა. მარიამი თვალგაშტერებული და გათიშული იჯდა, სანამ კარი არ გამოუხსნეს და მოწიწებით არ მიმართეს. გთხოვთ, პოლიციაც და პათანატომებიც, რომლებიც კარში ელოდნენ, ოჯახის წევრებთან ერთად შევიდნენ შენობაში. მაცივრის ოთახს რომ მიადგნენ, ჯერ პათანატომები დაწინაურდნენ, შემდეგ ოჯახის წევრებს ანიშნეს მოგრძალებით, რომ შეჰყოლოდნენ, რომლებსაც უკვე პოლიციელებიც ამოსდგომოდნენ უკან. შიგნით ზეწარ გადაფარებული 6 მიცვალებული ესვენა. ერთ-ერთი ექიმი წავიდა იმ მიცვალებულისკენ, რომელზედაც არსებობდა ეჭვი, რომ მათი შვილი იყო. მარიამმა ხელით შეაჩერა ყველა. პოლიციელებიც კი, რომლებიც ექიმთან ერთად ამოცნობის დასაფიქსირებლად დაძრულიყვნენ. მე თვითონ ვნახავ, თქვა მკაცრი სახით მარიამმა და ყველა იქ მდგომი შემოსასვლელი კედლის გასწვრივ განლაგდა. კონსტანტინე კართან იდგა და იქიდან აკონტროლებდა მეუღლის მოძრაობას, ხოლო გიგა მოპირდაპირე მხარეს დადგა. სახეზე გადახდილი მიცვალებულების უკეთესად შეხედვა რომ შესძლებოდა. მარიამმა პირველ მიცვალებულს გადახადა და მალევე გადააფარა ზეწარი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის არ იყო მისი შვილი. ის ძალიან ნელა მოძრაობდა და სახეზე ეწერა, რომ არაფრით უნდოდა მიცვალებულთა შორის ლუკას აღმოჩენა. იგი გასალკლდევებული სახით მიუახლოვდა მეორე მიცვალებულს, რომელსაც დახედა და ასევე მალევე გადააფარა ზეწარი. შემდეგ მესამესთან მივიდა და ცოტა ხნით შეჩერდა. რას ფიქრობდა ამ დროს დედა, ძნელი ამოსაცნობი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ რკინის ქალბატონს ერთობ უჭირდა მოძრაობა. მეხუთე მიცვალებულთან რომ მივიდა და სახეზე გადახადა, ცოტა დიდხანს შეყონდა და თითქოს ზედმიწევნით დაუთვალიერა ნაკვთები მიცვალებულს, რომელსაც მარიამი ათვალიერებდა, ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი და სახე და მთელი თავიც იმდენად შესივებული და შეშუპებული ჰქონდა, რომ წარმოუდგენელი იყო მისი რაიმე ფორმით ამოცნობა. მით უმეტეს, ლუკა ძალიან დაბალ თმას ატარებდა. იქვე ახლოს მოპირდაპირედ მდგარ გიგასაც კი 1%-ითაც არ შეპარვია ეჭვი, რომ ეს ლუკა იყო, ხოლო რაც შეეხება მარიამს, საგამოძიებო ორგანოებში დაბერებულ ქალბატონს, არ უნდა გასჭირვებოდა საკუთარი შვილის ამოცნობა, მაგრამ მასში დედის ინსტინქტმა გზა გადაუკეტა პროფესიულ გამოცდილებას და მანაც ფრთხილად გადააფარა ზეწარი მიცვალებულს. რჩებოდა ერთი გარდაცვლილი და მარიამის მისკენ დაიძრა. მის სახეზე დედური გრძნობა თითქოს საგამოძიებო ორგანოებზე გამარჯვებას შეუმჩნევლად ზეიმობდა, რომ ამ დროს კართან მდგომი კონსტანტინეს ხმაც მოისმა. შეჩერდი მარიამ. მარიამი კი შეჩერდა, მაგრამ რამდენიმე წამის განმავლობაში არ შემოbrunებულა. მის თითქოს და ოდნავ დამშვიდებული დედის სახეს მეუღლის ხმისგან გამოწვეულმა უარყოფითმა გრძნობებმა გადაუარა და გამომეტყველება კვლავ გაუმკაცრა. ის ძალიან ნელა შემოbrunდა და მეუღლეს შეხედა, რომელმაც განადგურებული ადამიანის ხმით ამოთქვა: ეგ არის ჩვენი შვილი. მარიამმა ერთხანს უყურა მეუღლეს, შემდეგ მზერა მიმოატარა კედელზე აკრულ პოლიციის მაღალ ჩინოსნებს, რომლებმაც დასტურიც და მწუხარებაც ერთიანი თავის დახრით გამოხატეს. ქალბატონი სახეშესივებულ ახალგაზრდასთან მივიდა, მისთვის ზეწარი აღარ გადაუხდია. ერთი ხელი თავზე დაადო, მეორე კი მხარზე მოუსვა. მისი ცრემლები, რომელიც ალბათ არასოდეს არავის უნახავს და გიგას გარდა ახლაც ვერ ხედავდა ვერავინ, ზეწარ გადაფარებულ ლუკას ებყურებოდა სახეზე. ძალიან დიდი მადლობა მოსმენისთვის და ღმერთმა ყველას აგაშოროთ უბედურება, მოგანიჭოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და ყველა სიკეთე, რაც ამ ცის ქვეშეთში არსებობს. ნახვამდის.